ყველას მოგესალმებით, მე გერთვებით შუა მაკიაჟიდან. როგორც ხედავთ, დაწყებული მაქვს, დღეს ვემზადები გასასვლელად ოჯახის წევრები ვიკრიბებით, მოკლედ საახალწლო ესეთი ოჯახური შეკრება გვაქვს. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი დები და მოკლედ ჩვენი ერთი დიდი ოჯახი ვიკრიბებით და აღნიშნოთ ერთად კიდევ ერთხელ ახალ წელს, კიდევ ერთხელ რა ერთად არ აგვიღნიშნია, არ ვიყავით აქ როგორც იცით და მოკლედ ეხლა მივდივარ რომ მივულოცო ყველას ახალი წელი. ამ წელს მოკლედ არ მინახია არც ერთი და მაკიაჟი დავიწყე და მე უცებ გამახსენდა რომ ვიდეოს ჩაწერაც შეიძლება პრინციპში. როგორ ვიკეთებ მართალია სწრაფ-სწრაფად ვიკეთებ, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის მეჩქარება, მაგრამ რასაც გავიკეთებ, თქვენთან ერთად გავიკეთებ დანარჩენს. სახის მორჩი დამრჩა ჰაილაითერი. დავემატებ ჰაილაითერს და თვალების მაკიაჟზე გადავალ. ძალიან ისეთი მკვეთრი არ მინდა. ეს ესე მინიმალისტურ სვიტერში ვარ და მინდა რომ ესე არ გადავტვირთო ძალიან და არ მინდა რომ ძალიან გადავტვირთო სახე. თქვენ დაწერეთ როგორ ხართ, როგორ ხასიათზე ხართ ამ დღესასწაულების შემდეგ. მე უკვე ძალიან დავიღალე, დასვენება მინდა უკვე. აღარ შემიძლია ამ მაიონეზიანი სალათების ყურება, მომენატრა ჩვეულებრივი შემწვარი კვერცხი და სახლშიც მინდა რომ კარგად ჩემ გემოზე კარგად დავალაგო ყველაფერი, დავასუფთავო და ამ დღეებს გამოვიყენებ მაგისთვის, რაც ზედმეტია, მინდა რომ გადავყარო, რაც ვერ მოვასწარი. ყველაფერი მინდა რომ დაწყნარებულად გავაკეთო. რაც შეეხება თვალებს, ალბათ გავიკეთებ ყავისფერში. აი ესეთი პალიტრა. ზუსტად ესეთი ფერებია, როგორიც მინდა რომ დღეს გავიკეთო. და მოკლედ მინდა რომ დავლაგდე კარგად. რაღაცები მინდა რომ გადავყარო, ჩემი ძველი კოსმეტიკები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, რაღაც კრემები. ესეთი რაღაცები მინდა რომ გადავყარო და სახლი გავასუფთავო ზედმეტი ნივთებისგან. კიდე მინდა გადავიკითხო ერთი წიგნი, მარი კონდოს დალაგების მაგია თუ რაღაცა ეგრე ქვია. ადრე წავიკითხე და მახსოვს ძალიან ისეთი შთაგონებით აღვივსე და მახსოვს ბევრი რამ გადავყარე და მინიმალისტურ სტილს მივაწე. რაღაც პერიოდი ვიყავი ეგრე, მაგრამ მე რაღაც აირია და ისევ გადავედი ჩვეულ დაგროვების რეჟიმზე და ეხლა ხვდები რომ ისევ ძალიან ბევრი ზედმეტი რაღაცები მაქვს სახლში, რასაც არ ვიყენებ და ესეთი რაღაცები მინდა რომ ან დავიწყო გამოყენება, ან დავაყენო გზაზე. აი ასე. დღეს მინდა ოქროსფერი რო წავისვა. რატომღაც მომინდა ოქროსფერი. დიდი ხანია მგონი არ გამომიყენებია. ძალიან მინდა რომ ამან ხელი არ შემიშალოს ვიდეოების დადებაში, იმიტომ რომ ბევრი დრო მიაქვს, იცით. ესე ყველა კუთხე კუნჭულის ძალიან ესე ზედმიწევნით გადარჩევას და გადაყრას. დღეს ვიდეოც დავდე, კაი გოგო ვარ. მართალია მინდა რომ უფრო მეტი ვიდეო დავდო. ეს ფუნჯი არ შეიმჩნიოთ, ფუნჯები შევინახე. ყველაფერი ერთ პარკში შევინახე, რომ მე უნდა გადავარჩიო და აქედან ყველაფერი ავიღე და არაფერი სხვა არ იყო ამის გარდა, თორე ამ ფუნჯს კაიღანია აღარ ვხმარო. აი ამ მხარეს ვხმარობ ხოლმე მარტო და აქეთ არა, მაგრამ ეხლა აქ სხვანაირად არ გამოვა.
მითხრა და ვიდეო დავდე დღეს. მოვასწარი, კაი გოგო ვარ, მაგრამ მინდა რომ მეტი ვიდეო მქონდეს 2-3 დღეში. მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ მაგას, ძალიან იშვიათად. მაგრამ კიდე ის მინდა ხოლმე, რომ წინასწარ მქონდეს ერთი ვიდეო გამზადებული ყოველთვის, რომ რამე ისეთი რომ მოხდეს, რომ უცებ არ მეცალოს, რომ მქონდეს ატვირთული და შემეძლოს დადგმნა. ეგრე არასდროს არ მაქვს. ყოველთვის იმ წამს ვტვირთავ ხოლმე. და არ ვიცი როგორ ახერხებენ ხოლმე ესე წინასწარ ვიდეოების ატვირთვას და მე ნელ-ნელა დადებას, მე ეგ არასდროს არ გამომდი. ძალიან მინდა რომ რაღაცა სათადარიგო ვიდეო სულ მქონდეს ხოლმე და ჯერ ვერ გავიგე ეგ როგორ უნდა მოვახერხო. ესეთი ფერები, ასევე ყავისფერი. ეხლა დაიწყება თბილისის ვლოგები, მეგობრებო. იმედი მაქვს არ მოგაკლებთ საინტერესო კონტენტს. თუმცა ეს იანვარი ყოველთვის ისეთია ხოლმე, არაფერი არ ხდება დიდად და თებერვალიც. აი მარტში და აპრილში ძალიან ვაქტიურობ ხოლმე და თებერვალი და იანვარი ხშირად არ ვაქტიურობ და წელს მინდა რომ ეგ შევცვალო და ვიაქტიურო მაინც. და დავდო ხოლმე ვიდეოები. ამისთვის რა თქმა უნდა მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომელიც შეგიძლიათ გამოხატოთ ლაიქებით. ასე რომ ნუ გავიწყდებათ ვიდეოს დალაიქება, მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო. გამოწერილი თუ არ გყავართ, არ ვიცი რასეულობებით, თუ მიყურებთ ესე იგი მოგწონთ. ამიტომ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი. მაგრამ თუ არ მოგწონთ, არ გაძალებთ ნამდვილად. ეს ლაინერი ძალიან მომეწონა. წინა ვიდეოში დავტესტე. ვინც ნახეთ მაკიაჟის დატესტვის ვიდეო, მაგრამ აი ეს რაღაცა კიდე მაქვს დარჩენილი, ეგ პატარა ბურთი და არ გამიარა და დიდად კი არ მინდა ხოლმე რომ გავაღიზიანო. მე მოშორების დროს მაინც ესე რომ ვუსმევ ბამბის დისკით რაღაცნაირად. მიშინია რომ ისო არ გავაღიზიანო. ამიტომ ვფიქრობ მხოლოდ ჩრდილი წავისვა მუქი. შედარებით, მაგრამ ამაზე მუქი ჩრდილი უკვე შავი უნდა წავისვა და შავის წასმა რო არ მინდა. აი ესეთი მოქვს კიდე. ხო, აი ეს აშკარად უფრო მუქია. წამწამებს ავიპრიხავ ასაპრეხით. რადგანაც ლაინერის წასმა გადავიფიქრე, მოდით ტყუში მაინც წავისვათ. არა ისე ხო მაგარი ლოგიკა მაქვს. ტყუში და ჩრდილები ვითომ არ ავნებს ახლა ამას და ლაინერით. ბოლო შტრიხი. რა თქმა უნდა გლოსი. ესეთი არის ჩემი მაკიაჟი. ეხლა მინდა რომ ესაყურები ვიპოვო და თმაც არ ვიცი ესე ხარ გავიკეთო. აბა წავედით. გავიპრანჭეთ და წავედით ოჯახურ ბახშამზე. ვაშხა. მანამდე კიდის ფანჯარა გამიყე რა კევი აღარ მინდა. გაგიღე და აღარ მინდა. აკივა. ცოტახანი იყოს ღია. სახალხო სუფრის კიდევ ერთი. აი ახლა ის გველოდება. ყელში კი არა. კუდის მოქნება სახალხო სუფრის. მაგრამ დედაჩემის მომზადებული რაღაცეები კიდე სხვა არის. ეგეც უნდა გასინჯო. გადავანაწილოთ და სხვადასხვა თეებში ვამზადოთ. არ შეიძლება. ხო, ყოველთვე რო იყოს ერთი ეგეთი. სანამ საჭმელია შეგზარდება ამ ახალში, რომ შეგეზიზღება უკვე ყველაფერი იმ დონეზე ახლა.
ხოდა ეხა სიდედრის საჭმელები უნდა გასინჯო, გენაცვალე, როგორ გინდა აბა. ესია ქალი ლამაზი რომელი გუთხრისა გარდი მაგრამე მაწუხებს რამე ოლივია არ მთავრდება მეგობრებო და იმ სუფრებზე ნახე ყოფილა ხაჭაპური და ვიცი რა აღარ არის ნახე შურაბაბოს გამომწვარი მედოკი ეს იქნება რაღაც სასწაული ძალიან მიყვარს დედაჩემის გამომწვარი ნამცხვარი გიშდები აი სალოჩია შევხვდით ერთმანეთს ისე გილოცავთ ახალ წელს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს მთელი გულით დაწუნებული ისინი გილოცავენ აბა ვი როგორ შევხვდით ახალ წელს დაწერეთ კომენტარებში შენ როგორ შევხვდი აუ ძალიან კარგად ჩვენს მეგობრებთან ერთად შევხვდი ბაკურიანში და ძალიან კაი დრო გავატარეთ ძალიან კაი იყო თოვლიც დაგვემთხვა და ძალიან კაია ბაკურიანში ისე ხალხი იყო აი მეც ამბავი იყო ძალიან ვიდეოები არ ნახე საშინელება ხდებოდა მართალია ეგრე კი მართალია გასასვლელში უბრალოდ ჩვენ იქ ვიყავით შიგნით ანუ არ გავდიოდით არ გჭირდებოდა გასვლა გამოსვლა და მთელი ამბები იყო წელს რაღაც ძალიან საგიჟეთი ხდებოდა ბაკურიანში მართლა რაღაც გიჟური პერიოდი იყო მაგრამ მაინც ძალიან კაი დრო გავატარეთ კი ნუ სახელმწიფოში ის არის სულ რაღაც შუქი რო არ არის ანუ აი ისინი ხარ კაია აი როდის გადავიღოთ მე და შენ მაკიაჟის და ტესტის ვიდეო ბევრი მაგ რაღაც ახალი ისინი კი პროდუქტები და გადავიღოთ ახალი ვიდეოები ეს დედაჩემის ნახატები არის მეგობრებო ხატვარი დედიკო მყავს აი ესეთი აბა მოგეწონა აი უგებრიელესია ბებოს ნამცხვარი საუცრება მართლა აი სანია გამარჯობა ჩემი დიშვილი კიდევ ერთი მე მგონი მარიკა ты пробовала бажет კი ერთად გავსინჯავთ ანი შეგასინჯება ჩემი ტელეფონი აქ არის ძალიან გემრიელი აი მაშინ ახლა მეც გამდენი დანკაია აუ და მეორე ნამცხვარს საკეთებ ხოლმე როგორ მახსოვს პატარა ვიყავი და ეკას ნიშნობა იყო და სგუშონიანი შენახული ქონდა თეთრი ის ქონდა გარედან რომელი არ ვიცი და როგორ მახსოვს ჩუმად ჭამდა ნიშნობისთვის მაგეს ნამცხვარი და მე აიცი როგორ ნამცხვარი მეგობრებოდი არა შურაბა უნდა მონგოლებულად მოვაწინებოდი ერთი მხარე გავაფუჭე ვაფშე ნიჩვენი წარწინაში დაეჭრა და ეს გავაფუჭა მოვამგვალე იმენა იცი საათი და სახში ანუ შურაბაბას გაკეთებული ხო სგუშონიანი ხო ეს იქნებოდა სგუშონის კრემით знаешь вот это идеально кремиро конда არ გახსოვს петри იყო გარედან знаешь я тебе скажу это было это похоже что ты говоришь это вафельное ეგ მეცან მიყვარდა ვაფლის ის რო იყო ნამცხვარი აი ესეთი კრემი ხო ვაი მეც ძალიან მიყვარდა და надо вафли продавались прям а сейчас нет ну ვაფლის ნამცხვარი ეს ფირფიტები იყიდებოდა და კრემს აკეთებდა მარტო არის ვაგზალზე მგონი ეგენი ვაგზალზე მაინც მაგაზინს მინახავს საჩუქრები აი დედასები და შენები და დედას მოგიტანია გავბრუნდით სახლში ვართ მოკლედ მე უკვე ჩავიცი ახალი
ტანსაცმელი ვიზომა საჩუქრებს. რამდენი რაღაცებია დავყარეთ აქ, იმიტომ რომ ყველაფერს ნახულობთ და მე თქვენს დაგათვალიერებინებთ, ეს არის ჩემი საახალწლო საჩუქრები, რომლებიც ძალიან გიყვართ ზოგ-ზოგიერთებს და აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს. ესეთი ამბავია მაგიდაზე. მე ყველაფერს გაჩვენებ დაწვრილებით. როგორ მოგეწონათ კეითი? კეითი. კაი იყო პაპასთან და ბებოსთან? ძალიან. და დეიდებთან? 100-დან 100. 100-დან 100. შენ? მოგეწონა? კაი დრო გაატარე? სიმამრთან. ძალიან კაი იყო. აი ესეთი ხიარული დღე იყო მეგობრებო. ეხა კი ყველას გეშდებით, დროებით მომავალ ვიდეომდე. კარგად. Ciao. ატოდები ხოდი კეკე. როგორ? არაგათი ყავი. ხალხო აიგრე, რაღაცა. გენაცვალეთ. მე გენაცვალეთ. გენაცვალეთ, ხალხო. მომავალ დღეს თუ არა? თბილისი პატარა ჯიგრებო. აბა თქვენი საქართველო. აიგრე, რაღაცა. მეგობრებო, დროებით, გამშვიდობებით. თქვენი ეკატერინა. აი, ხარა ჩოღრუდა, რაღაც. დროებით.